მოგესალმებით, მე ვარ ჯავალი არენენის ნიუსმასტერი და მე დღეს განახილ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ავტორანი ძალიან მარტივად. პირველ რიგში დავაყენოთ autoplay menu folder 6 და 2. აღნიშნოთ. ამას დაჭირდება თავისი key. ეს რა დავაყენოთ და რო ჩაერთვა თავიდან თავის რაღაც საკეთებს. ახლა ჩავთვით ეს პროგრამა და დესკტოპზე გავაკეთოთ ყოფა ეს ლეკ და ამას მონიშნავთ შევინახავთ დესკტოპზე ავტორანი პაპკაში შევინახოთ და ოკეი ახლა ამას გავანდიდებ და აქ უნდა ჩავსვათ სურათი დავაწვეთ სურათს და აი ასეთი სიდიდის გავაკეთოთ და დავაწვეთ ორჯერ და გამოვიდეს ასეთ რამეს ამაში ვაძლევთ ლოად და ჩავსვათ სურათი გავასწოროთ როგორც გვინდა იყოს. ეხლა ამას დავაწვევით ნახლას აგერ გვიჩვენებს უკვე ნახს. მაგრამ ჩვენ უნდა გავიოთ რეგისტრაცია, ამისთვის შევჭერთ რეგისტერ. ეხლა აქ უნდა ჩავწვოთ აი ეს კეიგინი. აი მას მომნიშნავთ და ვაძლევთ რეგისტრს. აი მას ჩავსვათ აქ და აი ამ კოდს დავადაპირებთ ჩავსვათ აქ. ახლა გავთიშავთ და ვაძლევთ edit და page properties. აქ გავდივართ splash screens და ეს რო მონიშნული იქნება მაშინ გამოჩნდება თავისი სურათი ჩართვისას. ამიტომ ამას ამოვნიშნავთ. გადავიდეთ ახლა გენერალში და თუ რამე გვინდა იკონი, კურსორები შევცვალოთ ამაზე. ახლა ჩავსვათ აქ რაიმე დავაკლიკოთ set. ვაძლევთ view და galleries. აქ მოვნიშნოთ რომელიც გვინდა, მაგალითად ჩავსვავ ახლა აი ამას დავაწვევ set ერთხელ და გამოჩნდება ჩვენი ბოტონი. ეხლა ამას რა ხელაზეც გვინდა გავადიდებთ და აი აქ დავაწვევთ სახელს. და ეხლა ეს რო გაიხსნას, აქ უნდა გადავიდეთ Actionში და მივდითოთ run პროგრამი. ეს არის რომ ჩართოს რაიმე პროგრამა. ახლა მე ვნახავ რაიმე პროგრამას. მაგალითად არის ეს და აქ უნდა დავაკოპიროთ სადაც იმ პაპკაში სადაც მდებარეობს. ვაძლევ და ეწერება ასეთი CD-ROM-ი და მე პაპკა. ახლა გავაკეთოთ exit ბუტონი. ეს დავაკოპიროთ და ჩავსვათ ხელახლა და ჩამოგვაქვს დაბლა. და აი გავასწოროთ და დავაწეროთ ამას exit. და აი აქ ვაძლევთ exit. და აი ხა უნდა გავაკეთოთ ისეთ რაღაცა რომ თან გამოვიდეს და იხუროს ეს და თან დისკიც გამოგვიდგოს. გადავიტანთ ამას. დავდებთ აი აქ და უბრალოდ მივცემთ exit და eject. დავასწოროთ ადგილას. დავაწეროთ სახელი eject cd disk. აი
ეხლა მომდის შევამოწმოთ ეს. როგორც ხედავთ, ეხლა ეს დაიწყებს დავაწექი და დაიწყებს რეგისტრირებას პროგრამის დაყენებას. რაც ეს არ შემიძლია. აგერ შევამოწმოთ ეხლა. დავაწექ აი აქ. დავეროდოთ ეხლა დაიწყოს პროგრამის დაყენებას. და თორია. აგეთ ახლა დავაწოთ უბრალოდ ხით და გაითიშება. ეხლა დავაწოთ eject disk და თან გამოვა თან დისკიც გამოვაქვთ. კარგი, სულ ეს იყო რაც მინდა ვამენახებინა. მადლობთ რომ იყურეთ. კითხვები და კომენტარები